ილია თოფურიას პირდაპირ სიტყვის მნიშვნელობით გაუჩალიჩეს და მაგიტომაც ის დამარცხდა თეთრ სახში. დღეს ვისაუბრები ისეთ თემებზე, რომელზეც საუბარს ძალიან ბევრი ერიდება. ზოგი საერთოდ იძახის, რომ ამაზე საუბარი არ მინდა, იმიტომ რომ დამამტკიცებელი საბუთები არ არსებობს, ზოგი კი უბრალოდ ვერ იჯერებს, რატო დამარცხდა ჩვენი ქართველი ჩემპიონი, პირადად მე. დღეს შევეხებით ნამდვილ ფაქტებს. პირველ რიგში მინდა გაამახვილოთ ყურადღება ფაქტებზე და მერე შევეხები კონსპიროლოგიურ თეორიებსაც და ისეთ საკითხებს, რომელზეც საუბრობენ კულუარებში. მოკლედ, ეს გადაცემა იქნება ძალიან სერიოზული და შეგიძლიათ ამ ვიდეოს დაუსვათ ლაიქი, გამოიწეროთ არხი და აუცილებლად დაწეროთ თქვენი აზრი კომენტარებში. იქამდე კი შეგახსენებთ, რომ ამ გადაცემის გენერალური სპონსორი არის კომპანია Global-ი, რომელსაც თქვენთვის მანქანები ჩამოყავთ და თუ გამოიყენებთ ჩემს პრომოკოდს VASIL300, თქვენ გექნებათ $300 ფასდაკლება ტრანსპორტირებაში. და რა თქმა უნდა, Burger Paradise, ყველაზე გემრიელი ბურგერი, რომლის გამოძახებაც შეგიძლიათ ნებისმიერ გამოძახების სერვისში. მე კიდევ ვიწყებ. იმის გასაგებად, თუ რისი გაკეთება შეუძლია დონალდ ტრამპს, ჯერ მის ისტორიას უნდა გავეცნოთ. შორს არ წავალთ, მოკლედ გიამბობთ თუ ვინ არის ის და როდის მიაღწია წარმატებას. ჯერჯერობით მხოლოდ ფაქტებზე ვისაუბრებთ. თამაშის მასშტაბები რომ შევაფასოთ, უნდა გავიგოთ ვინ დგას მის უკან. დონალდ ჯონ ტრამპი დაიბადა 1946 წლის 14 ივნისს ნიუ-იორკში ერთ-ერთ რაიონში, კუინსში. ბევრს გონია, რომ მან ნულიდან დაიწყო და ყველაფერს თავად მიაღწია, მაგრამ ეს ასე არ არის. მამამისი ფრედ ტრამპი წარმატებული დეველოპერი იყო, რომელიც ბრუკლინსა და კუინსში ხელმისაწვდომ საცხოვრებელს აშენებდა. დონალდმა თავისი გზა მამამისის კომპანიაში დაიწყო და მისგან მიიღო საწყისი კაპიტალი. ის ცნობილი მილიონიანი მცირესესხი, რომელსაც მოგვიანებით ასე ხშირად ახსენებდა. თუმცა დონალდისთვის გარეუბნები საკმარისი არ აღმოჩნდა. 1970-იან წლებში მან მართვას საკუთარ თავზე აიღო და აგრესიული ნაბიჯი გადადგა. ფოკუსი მანჰეტენზე გადაიტანა. მან ელიტური უძრავი ქონების შენება დაიწყო და მისი პირველი უზარმაზარი ფულის მთავარი საიდუმლო ბრენდის ძალაში მდგომარეობდა. ის მიხვდა, რომ მისი გვარი ფუფუნებასთან უნდა ყოფილიყო ასოცირებული. ასე გაჩნდა ტრამპ ტაუერი, ოქროსფერი ინტერიერები, კაზინოები ატლანტიკ სიტიში და გოლფ კლუბები მთელ მსოფლიოში. ის საკუთარ სახელს როგორც ფრენჩაიზ ისეყიდა. ხალხი მილიონებს იხდიდა მხოლოდ იმაში, რომ თავიანთ შენობაზე ოქროსფერი ასოებით ტრამპი დაეწერათ. 2000-იანი წლების დასაწყისში ტრამპმა გენიალური მედიასვლა გააკეთა. მან reality show კანდიდატი წამოიწყო. წლების განმავლობაში ის ყოველ კვირა იყურებოდა კამერაში და მონაწილეებს ეუბნეოდა: თქვენ განთავისუფლებული ხართ. სწორედ ტელევიზიამ აქცია ის არაუბრალოდ ნიუ-იორკელ მდიდარ, არამედ ამერიკის ყველაზე ცნობად ბიზნესმენად, ხალხის კაცად, რომელმაც პრობლემების მოგვარება იცის. და აი 2016 წელს მან ეს დაუჯერებელი მედია ცნობადობა პოლიტიკაში შესაჭრელად გამოიყენა. კაცრი პოპულისტური ლოზუნგებისა და დაპირების გავხადოთ ამერიკა კვლავ დიადის ფონზე, მან მთელი მსოფლიო შოქში ჩააგდო. დაამარცხა ჰილარი კლინტონი და ამერიკის შეერთებული შტატების 45 პრეზიდენტი გახდა. მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა 45 პრეზიდენტის პოსტზე თავისი ვადა ამოწურა, ის 2020 წელს კვლავ წარდგა არჩევნებზე და დამარცხდა დემოკრატ ჯოშ ბაიდენთან. და სწორედ აქ იწყება ყველაზე საინტერესო. როგორც კი მან ძალაუფლება დაკარგა, სახელმწიფო მანქანა სრული სიმძლავრით ამუშავდა, რათა ის პირდაპირი გაგებით გაენადგურებინა და ყველა მხრიდან ბლოკადაში მოაქციეს. მის წინააღმდეგ ნამდვილი იურიდიული ომი გაჩაღდა. ჯერ იყო საიდუმლო დოკუმენტების საქმე. FBI-მ უპრეცედენტო ჩხრეკა ჩაატარა ფლორიდაში, მის პირად რეზიდენციაში, მარალაგოში, სადაც აგენტებმა სახელმწიფო საიდუმლო დოკუმენტებით სავსე ყუთები აღმოაჩინეს. ტრამპს ჯაშუშობისა და უკანონო შენახვისთვის რეალური და ძალიან სერიოზული სასჯელი დაემუქრა. სპეციალურმა პროკურორმა ჯეიკ სმითმა 2020 წელს არჩევნებისა და კაპიტოლიუმის შტურმის საქმეზე მას უმძიმესი ბრალდებები წაუყენა. კერძოდ კი ხმის მიცემის შედეგების გაუქმების მიზნით შეთქმულებასა და 6 იანვარს ამბოხების წაქესებაში დასდო ბრალი. პარალელურად ის ნიუ-იორკისა და ჯორჯიის შტატებშიც მიიმწვდიეს. ნიუ-იორკში პორნომსახიობისთვის გადახდილი თანხის გამო ბიზნეს დოკუმენტების ფალსიფიკაციის საქმეზე დამნაშავეთაც კიცნეს. ხოლო ჯორჯიაში ადგილობრივ ჩინოვნიკებზე სასტიკ ზეწოლაში დაადანაშაულეს, სადაც ის პირდაპირი გაგებით დაკლებული ხმების მოძიებას ითხოვდა. თითქოს ეს ფინალი იყო, წერტილი. კაცობრიობის ისტორიაში ნებისმიერ სხვა პოლიტიკოს სისხლის სამართლის საქმეების ასეთი ზღვა
ამბავი სამუდამოდ დამარხავდა. მაგრამ ტრამპისთვის ეს იყო მორიგი ქვიზი. მან სრული სიმძლავრით ჩართო თავისი ყველაზე მთავარი სტრატეგიული რესურსი ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლო. საქმე იმაშია, რომ თავისი პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს ტრამპმა იქ 3 კონსერვატორი მოსამართლის დანიშვნა მოასწრო, რითიც ძლიერი ლოიალური უმრავლესობა უზრუნველყო. და 2024 წლის 1 ივნისს დგება ისტორიული უპრეცედენტო მომენტი, რომელმაც მთელი იურიდიული სისტემა შოქში ჩააგდო. ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ საბედისწერო გადაწყვეტილება გამოიტანა. პრეზიდენტების გასამართლება არ შეიძლება იმ ოფიციალური ქმედებების გამო, რომლებსაც ისინი თანამდებობაზე ყოფნის დროს ასრულებენ. ამ გადაწყვეტილებამ დამკვიდრებული სისტემა მთლიანად დაანგრია. ეს ნიშნავდა, რომ ყველაფერი, რასაც ტრამპი პრეზიდენტის სტატუსით აკეთებდა, თუნდაც უკანონო ქმედებას, იურიდიულად აღარ შეიძლებოდა დანაშაულად ჩათვლილიყო. ამას მოჰყვა გამანადგურებელი ნოკაუტი. 2024 წლის ნოემბერში დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნებში ტრიუმფალურად გაიმარჯვა და როგორც კი ის ოფიციალურად გახდა სახელმწიფოს არჩეული მეთაური, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის რკინისებურმა წესებმა იმოქმედა. ქვეყნის მოქმედი ლიდერის გასამართლება კატეგორიულად აიკრძალა. სპეციალური პროკურორი ჯეკ სმითი იძულებული გახდა უბრალოდ დანებებულიყო. Jim Smith, you've done a hell of a lousy job. You're late and you don't treat our vets right. Jim, I'm sorry, you're fired. Get out of here. 2024 წლის ნოემბრის ბოლოს ოფიციალურ ინაუგურაციასაც კი არ დაელოდნენ, ისე დახურეს და სანაგვეში მოისროლეს ტრამპის წინააღმდეგ აღძრული ყველა ფედერალური საქმე. ერთი წამით დაფიქრდით, ადამიანი, რომლის სიცოცხლის ბოლომდე ციხეში ჩასმას ცდილობდნენ, ოვალურ კაბინეტში უბრალოდ კი არ დაბრუნდა. მან აიძულა ქვეყნის უზენაესი სასამართლო თამაშის წესები პირადად მასზე მოერგო. შემდეგ კი მთელი სახელმწიფო სისტემა აიძულა მასზე არსებული კომპრომატები გაენადგურებინა. თუ ადამიანს შეუძლია სასამართლოს ერთი გადაწყვეტილებით თავისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მოიხსნას, ვინმეს მართლაც ჯერა, რომ რაღაცა სპორტული ბრძოლის შედეგი მისთვის პრობლემა იქნებოდა. იმის დასაჯერებლად, რომ ვინმეს შეუძლია მთელ მსოფლიოს თვალწინ მთავარი ბრძოლის შედეგი გააყალბოს, უნდა გვესმოდეს გავლენის რამხელა მანქანასთან გვაქვს საქმე. ჩვენ მივეჩვიეთ ფიქრს, რომ სამყარო მკაცრი კანონებით ცხოვრობს, მაგრამ როცა ფსონები მაღალია, დონალდ ტრამპის ამერიკა თვალსაჩინოდ გვაჩვენებს, არავითარი წესები არ არსებობს. არსებობს მხოლოდ ინტერესები. რამდენად შორს შეუძლიათ მათ წასვლა, მოდით უბრალოდ გავიხსენოთ ამ წლის დასაწყისი. 2026 წლის იანვარი. სუვერენულ სახელმწიფოში ვენესუელაში, რომელიც წლების განმავლობაში მკაცრი სანქციების ქვეშ იმყოფებოდა, წარმოუდგენელი რამ ხდება. ეს არც ჰოლივუდური ფილმია და არც ფანტასტიკა, ეს ოფიციალური საინფორმაციო გამოშვებების ცნობებია. სპეცოპერაციის მიმდინარეობისას, რომელსაც ერქვა აბსოლუტური სიმტკიცე, ამერიკელი სამხედროები კარაკასში სხდებიან და პირდაპირ გაგებით იტაცებენ ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს, ნიკოლას მადუროს თავის მეუღლესთან ერთად. ოპერაციას სულ რამოდენიმე საათი დასჭირდა. სახელმწიფოს მეთაური საკუთარი რეზიდენციიდან უჩინარდება და 2 დღის შემდეგ ჩდება ნიუ-იორკის ფედერალურ სასამართლოში, სადაც მას ბრალდებებს უკითხავენ. და რას აკეთებს პრეზიდენტი ტრამპი? ის გამოდის პრესასთან მარალაგოში და აბსოლუტურად მშვიდად აცხადებს, რომ ახლა ამერიკის შეერთებული შტატები საკუთარ თავზე იღებენ ვენესუელას დროებით მართვას და მის ნავთობის სექტორის აღდგენას. ქვეყანას თავი მოჰკვეთეს და კონტროლზე ერთ ღამეში აიყვანეს. სწორედ ეს არის ნამდვილი ღრმა ძალაუფლება. მას კი უზრუნველყოფს რესურსები, რომელთა მასშტაბების გააზრებას რიგით ადამიანს უბრალოდ არ შეუძლია. პირველ რიგში ეს არის კოლოსალური სადაზვერვო აპარატი. მხოლოდ დაფიქრდით, 18 სპეცსამსახური, CIA-ის და NSA-ის ჩათვლით ათეულობით მილიარდი დოლარის ბიუჯეტით. ეს არის გლობალური ტოტალური მოსმენის სისტემები, თანამგზავრები, რომლებსაც პლანეტის ნებისმიერ წერტილში მანქანის ნომრის წაკითხვა შეუძლია და აგენტურული ქსელები, რომლებიც აბსოლუტურად ყველა სფეროშია შეღწეული. ტრანსნაციონალური კორპორაციებიდან და მსხვილი ბიზნესებიდან დაწყებული პროფესიონალური სპორტით დამთავრებული. მეორეც ეს არის ტოტალური ეკონომიკური განადგურების ინსტრუმენტები. სპეცსამსახურებს ადამიანის ფიზიკურად ლიკვიდაციაც კი არ სჭირდებათ. მათთვის საკმარისია ფინანსთა სამინისტროში ერთ ღილაკს დააჭირონ თითი. წამში იბლოკება საბანკო ანგარიშები, უქმდება ვიზები, ბიზნეს პარტნიორები კი ორთქლდებიან. ადამიანი უბრალოდ წყვეტს არსებობას თანამედროვე ეკონომიკურ სისტემაში. მესამე ეს არის აბსოლუტური საინფორმაციო
საინფორმაციო კონტროლი, სოფლიო სოციალური ქსელების ალგორითმები, მიზანმიმართული საინფორმაციო შემოგდებები, საძიებო სისტემის შედეგების კონტროლი და მიუღებელი ნარატივის მყისიერად დაბლოკვა. მათ შეუძლიათ სულ რაღაცა რამოდენიმე საათში ასეულობით მილიონი ადამიანისთვის რეალობის სასურველი სურათის შექმნა. მაგრამ თუ ფიქრობთ, რომ ყველაფერი მხოლოდ ეკონომიკითა და პოლიტიკით შემოიფარგლება, ძალიან ცდებით. დღესდღეობით ამერიკული საიდუმლო სამსახურები ეს არის ყველაზე დახურული მონოლითური სტრუქტურები მსოფლიოში, საიდანაც რეალური ინფორმაციის გამოტანა პრაქტიკულად შეუძლებელია. ყველაფერი, რაც ჩვენ ვიცით, აისბერგის მხოლოდ მწვერვალია. დაწყებული ცნობილი ზონა 51-ით, სადაც როგორც კულუარებში 10 წლეულობით საუბრობენ, უცხოპლანეტურ ტექნოლოგიებს იკვლევენ და დამთავრებული გასაიდუმლოებული ბიოლაბორატორიებით. და აქ მივდივართ ყველაზე შემაშფოთებელთან. გასულ საუკუნეში ბევრს ეგონა, რომ საუბრებიზე ადამიანის შექმნის შესახებ უბრალოდ ზღაპრები იყო. მაგრამ გაიხსენეთ ისტორია, იგივე სტეროიდები, ფსიქოსტიმულატორები და მძიმე ნარკოტიკები თავდაპირველად სამხედრო ლაბორატორიებში მუშავდებოდა სწორედ იმისთვის, რომ გაეფართოებინათ ადამიანის შესაძლებლობების საზღვრები და მებრძოლი და უმარცხებელი გაეხადათ. ის, რაც ერთ დროს ფანტასტიკა იყო, სასტიკ რეალობად იქცა. დღეს ნიღბები ჩამოხსნილია. ამერიკელი მეცნიერები და ტექნოლოგიური გიგანტები უკვე აღარ მუშაობენ უბრალოდ სტიმულატორებზე. ისინი თავად ადამიანის ბიოლოგიას ცვლიან. ავიღოთ იგივე ილონ მასკი, ღიად საუბრობს მარსის გადასახლების გეგმაზე. მაგრამ ადამიანის სხეული ბიოლოგიურად არ არის მორგებული ასეთ მკაცრ პირობებზე. სწორედ ამიტომ ახლა ჩვენ თვალწინ მიმდინარეობს ლეგალური მუშაობა მაღალ ტექნოლოგიურ ნეიროჩიპებზე, ჩონჩხის გასამაგრებელ იმპლანტებზე, იმუნიტეტის მოდიფიკაციისა და ქსოვილების ღრმა რეგენერაციის ტექნოლოგიებზე. ისინი უკვე იქამდე მივიდნენ, რომ შეუძლიათ კიდურების წარმატებით პროთეზირება და გადანერგვა ნერვულ სისტემასთან ინტეგრირებით. ახლა კი წარმოიდგინეთ, თუ ამას ისინი ღიად გვაჩვენებენ, მაშინ როგორი ტექნოლოგიები არსებობს გასაიდუმლოებულ სექტორში. რას მალავენ კორპორაციები გრიფით სრულიად საიდუმლო. ჩვენ შეიძლება ეს ვერც ვერასდროს გავიგოთ ორი მარტივი მიზეზის გამო. პირველი, არ შეიძლება კოზირების მიცემა კონკურენტებისთვის, მტრებისთვის და სხვა ქვეყნებისთვის. და მეორე, თუ შენს ხელში ხვდება სუპერიარაღი, ბიოლოგიური გაუმჯობესება ან პრაქტიკულად მარადიული სიცოცხლის ტექნოლოგია, რატომ უნდა გაუზიარო ის დანარჩენ სამყაროს? ეს რესურსი რჩეულებისთვისაა. და ეს რჩეულები უკვე დიდი ხანია საერთო წესებით აღარ თამაშობენ. ჩვენ ხედავთ მხოლოდ იმას, რისი დანახვის უფლებასაც გვაძლევენ, მაგრამ ზოგჯერ ისინი თავიანთ უსაზღვრო ძალაუფლებას აბსოლუტურად ღიად ავლენენ. და აი 2026 წელს დონალდ ტრამპი თვალსაჩინოდ ამტკიცებს, მისთვის შეუძლებელი საერთოდ აღარაფერია. როდესაც ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატზე ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრების საკვანძო მოთამაშეს დარღვევისთვის დისკვალიფიკაციას აძლევენ, ტრამპი სასამართლოებში სირბილს არ იწყებს და არც რაიმე ოფიციალურ აპელაციებს არ ელოდება. ის უბრალოდ იღებს ყურმილს, ერთხელ რეკავს FIFA-ში და სულ რაღაცა რამოდენიმე საათში დისკვალიფიკაცია უქმდება. უბრალოდ დაფიქრდით ამაზე. ერთი სატელეფონო ზარი და თამაშის მკაცრი წესები, რომლებიც 10 წლეულობის განმავლობაში ურყევი იყო დანარჩენი მსოფლიოსთვის, წამიერად ერგება ერთ ადამიანს. ასეთი საჯარო პრეცედენტის შემდეგ ვინმეს კიდევ სერიოზულად ჯერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატის პრეზიდენტს არ შეუძლია ჩაერიოს ნებისმიერ თუნდაც ყველაზე ხმაურიან ბრძოლის შედეგში. ეს იყო მყაფიო საჯარო სიგნალი ყველასთვის, საერთაშორისო წესები წყვეტს არსებობას, როგორც კი საქმეში ტრამპი ერთვება. დიდი სპორტი მისთვის უკვე დიდი ხანი აღარ არის საუკეთესოთა შორის საუკეთესოების პატიოსანი შეჯიბრება. ეს არის გიგანტური მედია აქტივი, სადაც ნებისმიერი მასშტაბური მოვლენის შედეგი ზემოდან მარტივად კორექტირდება სასურველი პოლიტიკური ან ფინანსური სცენარისთვის. და თუ სპორტულ რეგლამენტს ფეხებზე იკიდებენ FIFA-ს დონეზე, საბრძოლო არენა მხოლოდ თეატრია, სადაც ყველაფერი წინასწარ არის გადაწყვეტილი. ადამიანისთვის, რომელმაც სასამართლოს ერთი გადაწყვეტილებით კანონების საკუთარ თავზე მოირგო, რომელიც ტრიუმფალურად დაბრუნდა თეთრ სახლში მთელი სახელმწიფო მანქანის მიუხედავად და ახლა მსოფლიოს პროცესებს პირდაპირ მართავს, ხელშეუხებელი სპორტის ცნება უბრალოდ არ არსებობს. ჩვენ საქმე გვაქვს აბსოლუტურ ყოვლის მომცველ გავლენის მანქანასთან, რომელსაც ყველაფერი შეუძლია. სხვა ქვეყნების პრეზიდენტების სამხედრო გზით შეპყრობიდან დაწყებული, ოქტაგონზე დაუმარცხებელი ჩემპიონების შემთხვევითი დაცემის ორგანიზებით დამთავრებული. და მთელი კონსპირაციული თამაში კიდევ უფრო აშკარა ხდება, თუ ვიცით, რამდენად ძლიერად უყვარს დონალდ ტრამპს ეს სპორტი. ეს არ არის უბრალოდ გატაცება. MMA უკვე დიდი ხანია მის პირად და ბიზნეს ინტერესების სფეროშია. გარკვეულ მომენტში ტრამპი საკუთარი საბრძოლო იმპერიის შექმნასაც კი ცდილობდა. 2008 წელს ის გახდა პრომოუშენ Affliction-ის მსხვილი აქციონერი და პარტნიორი, რომელიც UFC-ს პირდაპირ და ყველაზე სახიფათო კონკურენტად იქმნებოდა. მათ ორი მასშტაბური ტურნირი ჩაატარეს და თავისთან გადაიბირეს მსოფლიოს მთავარი ვარსკვლავები, ლეგენდარული ფიოდორ ემელიანენკოს ჩათვლით, მებრძოლის, რომლის გაფორმებაც თავად დანა ვაიტმა ვერაფრით შეძლო. თუმცა პროექტი უკვე 2009 წელს დაიხურა სპორტსმენების კოლოსალური ჰონორარებისა
სტრუქტურისა და წამგებიანი ბიზნეს მოდელის გამო. მაგრამ ამ წარუმატებლობამ მხოლოდ განამტკიცა მისი კავშირი მსოფლიოს მთავარ ლიგასთან, რადგან ტრამპისა და დანა უაიტის ურთიერთობა არ არის უბრალოდ მეგობრობა. ეს არის მრავალწლიანი კავშირი, რომელიც გამტკიცებულია სისხლით, ფულითა და ერთმანეთის გადარჩენით. ყველაფერი 2000-იანი წლების დასაწყისში დაიწყო, როდესაც UFC სრული გაკოტრების პირას იყო. სპორტული კომისიები და არენები ამერიკის შეერთებული შტატების მთელ ტერიტორიაზე კატეგორიულად უარს ამბობდნენ ტურნირის მასპინძლობაზე, რადგან MMA-ს ბარბაროსულ მეტისმეტად სასტიკ სანახაობად მიიჩნევდნენ. და 2001 წელს დონალდ ტრამპი გახდა პირველი მსხვილი ბიზნესმენი, რომელმაც მათ დახმარების ხელი გაუწოდა და ორგანიზაცია ფაქტობრივად სიკვდილს გადაარჩინა. მან მათთვის თავისი მდიდრული კაზინოს კარები გაახსნა ატლანტიკ სიტიში და მოედანი დაუთმო ისეთ ტურნირების ჩასატარებლად, როგორებიც იყო UFC 20 და UFC 21. ტრამპი პირადად მიდიოდა ბრძოლების სანახავად, წინა რიგებში იჯდა და ორგანიზაციას ისეთი სერიოზული სახე მისცა, რაც იმ დროს ასე ძალიან აკლდათ. დანა უაიტი დღემდე ყოველ ინტერვიუში უსვავს ხაზს, რომ ტრამპმა მათი ირწმუნა და ხელი მაშინ გაუწოდა, როცა ზურგი აბსოლუტურად თელმა დანარჩენმა მსოფლიომში აქცია. უაიტმა კი მადლიერების გამოხატვა იცის. დღეს ის ტრამპის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული, თავდადებული და საჯარო მხარდამჭერია. დანა ტრამპს ხმების შეგროვებაში პირადად ეხმარებოდა. ის რესპუბლიკელების ყრილობაზე სიტყვით ხშირად გამოდიოდა, რათა არჩევნებში მეგობრისთვის ბოლომდე დაეჭირა მხარი. მათი კავშირი იდეალურად მუშაობს ორივე მიმართულებით. UFC-ს ხელმძღვანელი იღებს უძლიერეს პოლიტიკურ ზურგს და ხელშეუხებლობას, ხოლო ტრამპი ორგანიზაციის ტურნირებს იყენებს როგორც გავლენის იდეალურ ინსტრუმენტს უზარმაზარი ახალგაზრდა აუდიტორიის მოსაზიდად. დონალდი დარბაზში ხშირად ჩდება და წინა რიგებში მაყურებლის გიჟური ოვაციების ფონზე ჯდება. პოლიტიკა, დიდი ფული და UFC-ს ხელმძღვანელობა დღეს უკვე ერთი მთლიანი მექანიზმია და ამის შემდეგ ვინმეს მართლა გჯერათ, რომ ორგანიზაციაში, რომელიც ტრამპმა თავის დროზე გადაარჩინა და სადაც მისი უახლოესი მეგობარი და მევალე მართავს ყველაფერს, მნიშვნელოვანი ბრძოლები ტრამპის გვერდის ავლით წყდება? ეს ხომ გამორიცხულია. საერთოდ რატო იყო საჭირო, რომ ამ ისტორიულ ტურნირზე პირდაპირ თეთრ სახლში გამარჯვებული მაინც და მაინც ამერიკელი ჯასტინ გეიჯი უნდა გამხდარიყო? რატომ გათამაშდა ეს ურთულესი სპექტაკლი? პასუხი მარტივია. აქ ერთმანეთს დაემთხვა კოლოსალური ეკონომიკური სარგებელი, PR სტრატეგია და სამყაროს უძლიერესი სახელმწიფო სტატუსის დემონსტრირება. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ვაშინგტონისთვის და პირადად პრეზიდენტისთვის მისი ახალი საარჩევნო კამპანიის წინ. ყველას უნდა დაენახა, რომ მის ეპოქაში ამერიკა აბსოლუტურად ყველგან იმარჯვებს, გეოპოლიტიკურ ასპარეზზეც და გალიაში. თავად ვაშინგტონი კი ამ დროს ასტრონომიულ ფულს აკეთებს. ამის გასაგებად საკმარისია შევხედოთ თარიღის ფენომენალურ სიმბოლიზმს. ტურნირი UFC Freedom 250, რომელიც 2026 წლის 14 ივნისს ჩატარდა, არ არის უბრალოდ სპორტული ივენთი. დიდი პოლიტიკის თვალსაზრისით თარიღის სნაიპერული სიზუსტით იყო შერჩეული, რამაც PR-ისთვის იდეალური შტორმი შექმნა. პირველ რიგში ეს არის ამერიკის 250 წლის იუბილე. მეორეც ეს არის თავად ტრამპის 80 წლის იუბილე. სწორედ 14 ივნისს თეთრი სახლის სამხრეთ გაზონზე მას ზუსტად 80 წელი შეუსრულდა. და მესამე, ამერიკის შეერთებულ შტატებში 14 ივნისი ამერიკული დროშის ეროვნულ დღედ აღინიშნება. უბრალოდ წარმოიდგინეთ ეს სურათი თქვენს გონებაში. თეთრი სახლი, დროშის დღე, დიდი სახელმწიფოს 250 წლის იუბილე და მოქმედი პრეზიდენტის მე-80 დაბადების დღე. ასე დღეს რეზიდენციის გაზონზე ისტორიაში პირველი სპორტული ტურნირი ჩაატარო და მთავარ ბრძოლაში გამარჯვება უცხოელს დაუთმო. ტრამპისთვის, ვისთვის მთელი იდეოლოგიაც აგებულია მკაცრ ლოზუნგზე ამერიკა უპირველეს ყოვლისა, ეს იქნებოდა უმძიმესი და უბრალოდ დაუშვებელი დარტყმა იმიჯზე. მას ჰაერივი სჭირდებოდა თავისიანი ამერიკელი მებრძოლის ტრიუმფალური გამარჯვება. კონსპიროლოგია ხშირად აწყდება ხოლმე სკეპტიკოსების ლოგიკურ კითხვას. რატომ უნდა დავხარჯოთ ამდენი ძალა და ფული ერთ საღამოსთვის? მაგრამ თუ დავაკვირდებით რამხელა ფული ტრიალებს და რამხელა მედიაა ჩართული, მივხვდებით, რომ ეს ყველაფერი იყო გათვლილი. აქ ფულმა იმუშავა იმისთვის, რომ მედიაში აბსოლუტური კონტროლი მოეპოვებინათ. ტურნირის ორგანიზება პირდაპირ თეთრი სახლის გაზონზე UFC-ს დაახლოებით $60 მილიონი დაუჯდა. რადგან უსაფრთხოების წესები ძალიან მკაცრი იყო და მაყურებლის რაოდენობა შეზღუდული, ეს ივენთი თავიდანვე წაგებიანი უნდა ყოფილიყო. ორგანიზატორები შეგნებულად წავიდნენ 30 მილიონიან მინუსზე. თუმცა Media Holding TKO-ს ხელმძღვანელობამ, რომელიც UFC-ს ფლობს, პირდაპირ განაცხადა, ეს არ არის ფულის დაკარგვა, ეს არის ისტორიაში უდიდესი მარკეტინგული ინსტრუმენტი. და ამ გაცნობიერებულმა რისკმა სრულიად გაამართლა და ნახვების ისტორიული რეკორდი დაამყარა. ტურნირმა ეკრანებთან 34 მილიონი მაყურებელი შეკრიბა მთელ მსოფლიოში. წარმოიდგინეთ მასშტაბები, მხოლოდ ამერიკასა და ლათინურ ამერიკაში Paramount-ის ტრანსლაციას 17 მილიონი მაყურებელი უყურებდა. ამან ტურნირის სტრიმინგის ისტორიაში ყველაზე პოპულარულ და მასშტაბურ ლაივ მოვლენად აქცია. მედია სივრცეში ივენთმა გიჟური 70 მილიარდი ნახვა დააგროვა, ხოლო დამოუკიდებელ
მრავალმა ექსპერტებმა ასეთი მოცვის სუფთა მოგება კოლოსალურ $2 მილიარდ შეაფასეს. ერთ კვირაში UFC-ს კონტენტმა სოციალურ ქსელებში 140 მილიარდი ნახვა შეაგროვა. -$30 მილიონი უბრალოდ მტვერია ასეთი მასშტაბების მანქანისთვის. თეთრი სახლის და ლიგის ხელმძღვანელობა შეგნებულად წავიდნენ ამ ხარჯზე, რადგან მათ იყიდეს არა ბილეთები, არამედ პლანეტის ტოტალური ყურადღება. ტრამპმა კი მიიღო პრაიმ თაიმი მრავალმილიონი აუდიტორიაზე და მთელი მსოფლიო დასვა შოუს საყურებლად, რომელიც ასოცირდება ექსკლუზიურად მის ტრიუმფთან. წარმოიდგინეთ ეს კონტრასტი. სანამ თეთრი სახლის დახურულ ეზოში მხოლოდ 4300 რჩეული სტუმარი შეუშვეს, ძირითადად პოლიტიკოსები, გენერლები და სამხედროები, გარეთ ვაშინგტონში ნამდვილი ეკონომიკური ბუმი იყო. პირდაპირ თეთრი სახლის ღობის მიღმა დიდ მოედანზე გრანდიოზული და უფასო ფან ფესტივალი მოეწყო. იქ 100,000-ობით ტურისტი შეიკრიბა და მათთვის გიგანტური ეკრანები დაამონტაჟებს, რომ ტურნირისთვის პირდაპირ ეთერში ეყურებინათ. მთელი კვირა დედაქალაქი ფეხზე იდგა. პრემიუმ სეგმენტის სასტუმროები, ელიტური რესტორნები, ბარები და სუვენირის მაღაზიები ბოლომდე გატენილი იყო VIP პერსონებითა და ფანებით, რომლებიც მზად იყვნენ მილიონები დაეხარჯათ. ტრამპმა ფაქტობრივად თავის პირად ფესტივალად აქცია დედაქალაქი და ეკრანების გუგუნის ფონზე ქალაქის ეკონომიკა ერთ კვირაში გაათმაგა. და ამ ამბობრებული ვაშინგტონის ფონზე იშლება მთავარი ბრძოლის სიუჟეტი, რომლის შედეგიც იდეალურად მილიმეტრებში ჩაეწერა ამ პოლიტიკურ მოზაიკაში. ნამდვილი 100%-იანი ამერიკელი მებრძოლი ჯასტინ გეიჯი საღამოს მთავარ ბრძოლაში თეთრი სახლის გაზონზე ტრამპის დაბადების დღეზე ამარცხებს დომინანტ და აქამდე დაუმარცხებელ ჩემპიონს უცხოელ ილია თოფურიას. დანა ვაითი იქვეწერს ორგანიზაციის ისტორიაში ყველაზე დიდ ბონუსებს, გეიჯიც და თოფურია საღამოს ბრძოლისთვის $400,000 იღებენ. იზრდება რეიტინგებიც, თოფურია წაგების მიუხედავად 2 მილიონ ახალ გამომწერს იტანს, ხოლო გეიჯი 400,000-ზე მეც. სურათი იმდენად იდეალური, კინემატოგრაფიული და თეთრი სახლისთვის ხელსაყრელი გამოვიდა, რომ ამ საღამოს შემთხვევითობას და პატიოსანი სპორტის დაჯერება თითქმის შეუძლებელი ხდება. ეს იყო იდეალური PR შოუ, იდეალური ფინალი, სადაც სცენარი ბოლო დარტყმამდე წინასწარ იყო გაწერილი. ამიტომ დონალდ ტრამპი ვალდებული იყო თავისი მებრძოლის გამარჯვება უზრუნველყო. ფსონები მეტისმეტად მაღალი იყო იმისათვის, რომ შემთხვევითობას მინდობოდა, მაგრამ არც უხეშად მოქმედება შეიძლებოდა, მსოფლიოს უპირობოდ უნდა დაეჯერებინა ოქტაგონზე მიმდინარე მოვლენების რეალურობა. ტრამპს, როგორც გენიალურ სტრატეგს, მშვენივრად ესმოდა. პირდაპირი მეთოდები აქ კრახისთვის იყო განწირული. ფული შეეთავაზებინა ილია თოფურიასთვის? აბსურდია. ილია არ არის უბრალოდ მებრძოლი, ის აბსოლუტური დომინანტია, უკვე 2 დივიზიონის მეფე, რომლის ამბიციები დამაჯერებლად მიიწევდა ისტორიული მესამე ქამრისკენ. ყოველი ახალი გამარჯვებით ქართველი ჩემპიონი თავის კაპიტალს აორმაგებდა და ფინანსურმა საკითხმა მისთვის მოტივაციის ძალა დიდი ხნის წინ დაკარგა. მისი ყიდვის მცდელობა არა უბრალოდ შეცდომა, არამედ შეურაცხყოფა იქნებოდა, რომელსაც თოფურია არ დამალავდა. ზეწოლა და დაშინება კიდევ უფრო კატასტროფული სცენარია. შანტაჟის შესახებ ინფორმაციის უმცირესი გაჟონვაც კი პოლიტიკური და რეპუტაციული თვითმკვლელობა იქნებოდა. ტრამპის იმიჯისთვის ეს იქნებოდა გამანადგურებელი დარტყმა, რომლისგანაც მედია სივრცეში ფეხზე წამოდგომა შეუძლებელია. დასკვნა თავისთავად მოდიოდა. ტრიუმფი აბსოლუტურად ბუნებრივი უნდა გამოჩენილიყო. მაყურებლებს, ანალიტიკოსებსა და თავად მონაწილეებსაც კი ამ ბრძოლის ყოველი წამი უნდა ეწამათ. იდეალური ილუზია, სადაც წუნს ვერაფერს დაძნებ. დღეს არ მინდა ვინმეს პირადი ბრალდება წაუყენო ან მხოლოდ მშრალ ფაქტებზე ვისაუბრო. მე უბრალოდ მინდა ერთი საინტერესო მოსაზრება გაგიზიაროთ და დასკვნები თქვენთვის მომინდია. მე გაჩვენებთ დახვეწილ შემაშფოთებელ თეორიას იმის შესახებ, თუ კონკრეტულად როგორ შეიძლებოდა ამ იდეალური გაყალბებული გამარჯვების რეჟისირება, მაგრამ იმის გასაგებად, თუ როგორ ხორციელდება თამაშის წესებზე ასეთი უზადო კონტროლი უმაღლეს დონეზე, თავად ორგანიზაციის ფუნდამენტში უნდა შევიხედოთ. უნდა გავიგოთ, ვის ემორჩილება სინამდვილეში სისტემა. ყველაფერი 2001 წელს დაიწყო, მაშინ დანა ვაითმა დაითანხმა თავისი მეგობრები მილიარდერები ძმები ლორენცო და ფრენკი ფერტიდოები ეყიდათ ჩაძირვის პირას მყოფი და პრაქტიკულად არავისთვის საჭირო ორგანიზაცია სახელად UFC. ფასი დღევანდელი საზომით სასაცილო $2 მილიონი. იმ დროს ამ სპორტს აგდებულად ადამიანების მამლების ბრძოლებს ეძახდნენ. ეს იყო პირველყოფილი სასტიკი სპორტი მკაფიო რეგლამენტებისა და რაიმე სერიოზული დოპინგ კონტროლის გარეშე. მაგრამ ძმებმა ფერტიდოებმა, რომლებსაც აზარტულ და სათამაშო ბიზნესში კოლოსალური გამოცდილება ჰქონდათ, ნაბიჯ-ნაბიჯ დაიწყეს ამ ქაოსიდან ნამდვილი სპორტული იმპერიის ძერწვა. 2015 წლისთვის ორგანიზაცია წარმოუდგენლად გაიზარდა. ძმებს ესმოდათ, რომ პიკს მიაღწიეს და გაყიდვაზე დაფიქრდნენ. მათმა გეგმაც ფენომენალურად იმუშავა. 2016 წელს ისინი UFC-ს სააგენტო WMA-ს რეკორდულ ასტრონომიულ $4 მილიარდად მიყიდეს. 15 წელიწადში დანა ვაითმა და ძმებმა ფერტიდოებმა $2 მილიონისგან კოლოსალური ფული გააკეთეს. მაგრამ იმისათვის, რომ მსხვილ მყიდველს
ასეთი თანხა გადაეხადა, საჭირო იყო სპორტის საზოგადოების თვალში ლეგალიზება და საბოლოოდ გაწმენდა. მსხვილ ინვესტორებსა და ტელეარხებს არ სჭირდებოდათ დაუსრულებელი სკანდალები სტეროიდებით გაჭყეპილ მებრძოლებზე. სისტემას რკინა-ბეტონის წესები სჭირდებოდა. ასე დადგა ინკვიზიციის ერა. 2015 წელს UFC ამერიკის შეერთებული შტატების ანტიდოპინგურ სააგენტოსთან USADA-სთან ისტორიულ პარტნიორობას აფორმებს. ეს იყო აბსოლუტურად დამოუკიდებელი და უკომპრომისო ორგანიზაცია. თამაშის წესები ერთ დღეში შეიცვალა. USADA-s ოფიცრებმა უპრეტენდენტო ძალაუფლება მიიღეს. მათ ჰქონდათ უფლება გაფრთხილების გარეშე დასდგომოდნენ მებრძოლს სახლში დილის 5 საათზე, მისულიყვნენ პირდაპირ დარბაზში სპარინგზე, ან შეეწყვიტათ მათი ვახშამი რესტორანში დოპინგ ტესტის ჩასაბარებლად. დაიწყო ტოტალური დაუნდობელი წმენდა. USADA არავის ინდობდა და ათეულობით ტოპ მებრძოლი გამოიჭირა. დაგორდა ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავების თავები. ლეგენდარული ანდერსონ სილვა, ჩემპიონი TJ Dillashaw და რა თქმა უნდა სპორტის ისტორიაში უდიდესი ტალანტი ჯონ ჯონსი, რომელიც აკრძალულ პრეპარატებზე არაერთხელ ჩავარდა. USADA გახდა სწორედ ის დამსჯელი მახვილი, რომელმაც თვალსაჩინო დაამტკიცა, როსტერში ხელშეუხებელი აღარავინ აღარ არის. წესები ყველასთვის ერთია. ასე გაგრძელდა მანამ, სანამ საქმე ორგანიზაციის მთავარ ოქროს საბადომდე არ მივიდა, მეფესთან შეჯახებამდე. 2021 წლის ივლისში UFC-s მთავარი სუპერვარსკვლავი კონორ მაკგრეგორი საშინელ ტრავმას იღებს დასტინ პორიესთან ბრძოლაში. ის ფეხს იტეხს. რეაბილიტაციისა და აღდგენის უმძიმესი კურსის გასავლელად კონორი ოფიციალურად გამოდის USADA-s ტესტირების პულიდან. ხო და 2 წლის შემდეგ მაკგრეგორი ოქტაგონზე დაბრუნებას გადაწყვეტს და სწორედ აქ იწყება გრანდიოზული უპრეცედენტო კონფლიქტი. USADA-s მკაცრი ურყევი წესების თანახმად პულში დაბრუნებული მებრძოლი ვალდებულია მინიმუმ 6 თვე გაიაროს ტესტირება და ჩააბაროს სულ მცირე 2 სუფთა ტესტი, სანამ მას კვლავ მისცემენ ბრძოლის უფლებას. მაგრამ UFC-s ხელმძღვანელობას და თავად კონორს ნახევარი წელი ლოდინი არ სურდათ. ამ კალიბრის ვარსკვლავის დაბრუნება ნიშნავდა ორგანიზაციისთვის დამატებითი მილიონების გამომუშავება და ლიგა იწყებს მძლავრ ზეწოლას ანტიდოპინგურ სააგენტოზე. მკაცრად მოითხოვს მაკგრეგორისთვის გამონაკლისის დაშვებას და მის ბრძოლებში ვადაზე ადრე ჩართვას. თუმცა USADA უკან დახევაზე უარს ამბობს. სააგენტოს გენერალური დირექტორი ტრევის ტაიგარტი აკეთებს უკიდურესად მკაცრ საჯარო განცხადებას, რამაც ყველაფერს ფარდა ახადა. ვციტირებ მის სიტყვებს. ჩვენ ვიყავით უკიდურესად ნათელნი და მტკიცენი UFC-სთან. მაკგრეგორისთვის არანაირი გამონაკლისი არ უნდა დაიშვას. USADA-სა და UFC-s შორის ურთიერთობა გაუსაძლისი გახდა. UFC-s ხელმძღვანელობის განცხადების გამო, რომელიც ეჭქვეშ აყენებს ჩვენს პრინციპულ პოზიციას. ტაიგარტმა პირდაპირ მთელ მსოფლიოს მიანიშნა, რომ ლიგა ცდილობს თავისი პირობები უკარნახოს დამოუკიდებელ ორგანოს, რითაც საფრთხეს უქმნის სპორტის მთლიანობასა და სისუფთავეს. UFC-s ხელმძღვანელობამ ამ განცხადებაზე რადიკალურად და ელვისებურად მოახდინა რეაგირება. 2023 წლის 9 ოქტომბერს ისინი უბრალოდ დაუკავშირდნენ USADA-s და ცივად განუცხადეს, რომ სხვა მიმართულებით მიდიან. მრავალწლიანი კონტრაქტი სამხრივად გაწყდა. და რა ხდება შემდეგ? 2024 წლის 1 იანვრიდან USADA-s დამოუკიდებელი ინკვიზიცია წარსულს ზბარდება და UFC-სთვის ბიოლოგიური მასალის შეგროვებას იწყებს ახალი კონტრაქტორი. ორგანიზაცია Drug Free Sport International, შემოკლებით DFC. ეს არის კოლოსალური ლოგისტიკური კორპორაცია, რომლის ფრთის ქვეშ 5000-ზე მეტი ინსპექტორი მუშაობს მსოფლიოს 1000-ზე მეტ ქვეყანაში. ისინი ემსახურებიან ისეთ სპორტულ გიგანტებს, როგორიც არის NFL და NBA. ერთი შეხედვით კონტროლის დონეც საში უნდა გაფრენილიყო. მაგრამ 2024 წლის დასაწყისში ხდება საკვანძო მოვლენა. კომპანია DFC-s ყიდულობს კერძო ჰოლდინგური ფირმა CPC, რომელიც კანზას სიტიშია ბაზირებული. და იქ კულუარებში, სადაც მილიარდობის ბედი წყდება, ტივტივდება ინფორმაცია, რომელზეც ღია წყაროებში არასდროს დაწერენ, მაგრამ რომელიც ყველა საკვანძო მოთამაშემ იცის. ამ გარიგებისა და თავად ანტიდოპინგური სტრუქტურის ჩრდილოვან კურატორობას დონალდ ტრამპის სიძეს ჯარედ კუშნერს აძლევენ. დოკუმენტებში ოფიციალურად ამის დადასტურებას ვერ იპოვით, მაგრამ ამ თამაში უხილავი ძაფები ნებისმიერ ხელშეკრულებაზე საიმედოდ მუშაობს. სამაგიეროდ არსებობს რკინა-ბეტონის ოფიციალური ფაქტი. თავად დონალდ ტრამპი დანა უაითის ახლო მეგობარია და პირდაპირ ფლობს TKO Group Holdings აქციებს. ეს ის დედა კომპანია, რომელმაც იყიდა და სრულად აკონტროლებს UFC-s. ეს არის იდეალური, აბსოლუტური გავლენის ბერკეტი, რომელიც ერთი კლანის ხელშია მოქცეული. ახალი კონტროლის სისტემა კი UFC-სთვის ფენომენალურად მოსახერხებელი აღმოჩნდა. სხვაობა რომ გავიგოთ, USADA-s დროს სააგენტო ერთდროულად პოლიციაც იყო და მოსამართლეც. თავად იღებდნენ მოულოდნელად ანალიზებს და თავად გამოჰქონდათ მკაცრი განაჩენები, რითაც ცივსისხლიანად უშლიდნენ ლიგას ყველაზე ხმაურიან 100 მილიონ ტურნირებს. ახლა ეს მექანიზმი ეშმაკურად გაყვეს. ახალი კონტრაქტორები DFC-დან ექსკლუზიურად კურიერების როლში გამოდიან. მათი ამოცანა უბრალოდ შეაგროვონ სინჯები და წაიღონ იქ, სადაც ეტყვიან. ახლა წესებსაც და საბოლოო გადაწყვეტილებას სრულიად ახალი
სტრუქტურა CSID მართავს, რომელიც თვითონ UFC-მ შექმნა. ჩვეულებრივი გულშემატკივრებისთვის ეს ყველაფერი შეიძლება უფრო მკაცრი ჩანდეს, მაგრამ სინამდვილეში ამ სისტემის გასაღები ახლა პირდაპირ ლიგის ბოსების ჯიბეშია. ისინი თავად აკონტროლებენ დასაშვები ნივთიერებების ლიმიტს, თავად განსაზღვრავენ დისკვალიფიკაციის ვადებს და თავად წყვეტენ ვინ დასაჯონ და ვინ არა. დააძალა უფლების ეს წრე საბოლოოდ რომ შეკრათ, CSID-ის სათავეში მათ სპეციალური წარსულის მქონე ადამიანი ჩააყენეს. პროგრამის ხელმძღვანელი გახდა FBI-ის ყოფილი მაღალჩინოსანი სპეცაგენტი ჯორჯ პირო. ეს არის ლეგენდარული ფიგურა ამერიკულ სპეცსამსახურებში 30 წელზე მეტი სტაჟით. პირო ადამიანია, რომელმაც ყველაზე რთული საქმეები გახსნა, ხელმძღვანელობდა ტერორისტთან ბრძოლის დანაყოფს და FBI-ის მაიამის სამმართველოს ედგა სათავეში. მაგრამ მისი ყველაზე ცნობილი მისია 2004 წელს შედგა. სწორედ ჯორჯ პირო იყო სადამ ჰუსეინის მთავარი გამომძიებელი და დაკითხვის პროცესში მასთან პირისპირ რამოდენიმე თვე გაატარა. ეს კაცი ფსიქოლოგიური ზეწოლის აბსოლუტური გროსმაისტერია, რომელმაც ნებისმიერი სახელმწიფო საიდუმლოს პროფესიონალურად შენახვა და პლანეტის ყველაზე საშიში ადამიანების გატეხვა იცის. და ახლა ის ერთპიროვნულად წყვეტს, ვისი დოპინგ ტესტი აღმოჩნდება სუფთა და ვისი ჭუჭყიანი. ახლა კი ეს ყველა ელემენტი ჩვენი კონსპიროლოგიური თეორიის ფინალურ მოზაიკად შეკარით. წარმოიდგინეთ, რომ დონალდ ტრამპს თეთრი სახლის ისტორიაში უდიდესი PR ტრიუმფისთვის ჰაერივის ჭირდება მთავარი ბრძოლის ანალიზების შედეგების გაყალბება. ისე უნდა გაკეთდეს, რომ დომინანტი უცხოელი ჩემპიონი ბრძოლაზე დასუსტებული გამოვიდეს, ან პირიქით სასურველმა მებრძოლმა ფარული უპირატესობა მიიღოს. განა ეს პრობლემაა ასეთი მასშტაბების სისტემისთვის. შენ გაქვს შენივე სიძისგან მომდინარე ზეწოლის ჩრდილოვანი ბერკეტები უშუალოდ დოპინგ კონტროლის სტრუქტურაში. და ამ ვერტიკალის მწვერვალზე პირდაპირ განაჩენის გამომტანის ღილაკთან ზის სისტემის ერთგული კაცი FBI-ის ყოფილი აგენტი ჯორჯ პირო. ასეთ დახურულ ეკოსისტემაში სამედიცინო ტესტების პასუხების გაყალბება, შედეგების შეცვლა ან საჭირო ციფრების კარნახი ეს ერთი მოკლე ზარის ამოცანაა. და ამ სოფლიოში ვერავინ ვერასდროს ვერაფერს დაამტკიცებს, იმიტომ რომ ის ადამიანები, რომლებმაც სპორტის პატიოსნება უნდა უზრუნველყონ, თავადვე არიან ამ გრანდიოზული სპექტაკლის ავტორებიც და რეჟისორებიც. ეხლა კი თუ დაუშვებთ, რომ დონალდ ტრამპის მანქანას მარტივად შეუძლია ანალიზების პასუხების გაყალბება, მაშინ დოპინგთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელია. ამ შემთხვევაში აღარც კი ვისაუბრებ იმ მძიმე სტეროიდებზე, რომლებსაც ჯასტინ გეიჯი დიდი ალბათობით იყენებდა. ვთქვათ, ის მართლაც სტეროიდებით მოამზადეს ამ ისტორიული ბრძოლისთვის. თუმცა, როდესაც ამ დაპირისპირების პროგნოზს ვაკეთებდი, ვთქვი კიდეც, გეიჯი სტეროიდებზეც რომ იყოს, ილია მას მაინც გათიშავს მეთქი. მაგრამ როგორც ხედავთ, ასე არ მოხდა. ახლა კი შევეცდები აგიხსნათ რატომ. გავიხსენოთ მეორე რაუნდი. ილიამ პრაქტიკულად გაუნადგურა გეიჯის ღვიძლი, მაგრამ ის დგება სრულიად განადგურებული, ენერგია გამოცლილი და მიდის კუთხეში შესასვენებლად. ასეთი მძიმე დარტყმების შემდეგ, როცა მებრძოლი ძალების აღდგენას ცდილობს, მას წყალს მხოლოდ ერთი ყლუპისთვის აძლევენ, უბრალოდ პირის გასასვლელებლად. რატო არ შეიძლება ბევრი წყალის დალევა ბრძოლის დროს? სამედიცინო თვალსაზრისით ინტენსიური ფიზიკური დატვირთვისა და მით უმეტეს ღვიძლში მიღებული უმძიმესი ზიანის შემდეგ, ბევრი სითხის მიღება კატეგორიულად აკრძალულია. კუჭის უცაბედი ავსება იწვევს დიაფრაგმაზე მძლავრ ზეწოლას და სუნთქვის მყისიერ გაძნელებას. ამის გარდა ღვიძლში მოხვედრილი დარტყმა შინაგან ორგანოებში ძლიერ სპაზმს იწვევს და ასე დროს ზედმეტი სითხე პირდაპირ ღებინების რეფლექსს, მუცლის ღრუში მწვავე ტკივილს და სისხლის მიმოქცევის შენელებას იწვევს. მაგრამ რა ხდება სინამდვილეში ეკრანზე? გეიჯი სვამს რამოდენიმე ღრმა ყლუპს, აწვდის ბოც მწვრთნელს, ის კი უკან უბრუნებს და ეუბნება, კიდევ დალიე და ისევ აგრძელებს სვამას. და სწორედ აქ ჩდება მთავარი კითხვა, რა შეიძლებოდა შეერიათ ამ ბოთში, როგორი კოქტეილი უნდა ყოფილიყო შიგნით, რომელმაც წამიერად იმოქმედა, მებრძოლს ტკივილის შეგრძნება სრულიად გამოურთო, აგრესია და გამძლეობა კი მოუმატა. ვინაიდან ჩვენ უკვე დარწმუნებული ვართ, რომ ტესტების პასუხები ნებისმიერ შემთხვევაში გაყალბდება და კონტროლის შიში აღარ არსებობს, შეგვიძლია ფანტაზია ჩავრთოთ. რა შეიძლება მისცე მებრძოლს იმისათვის, რომ ის ამ კრიტიკულ მომენტში ზიადამიანად იქცეს? მოდით გადავხედოთ პრეპარატების არსენალს, რომელსაც შეუძლია ბრძოლის სურათი რადიკალურად შეცვალოს. სიმპათომეტიკები და ადრენოსტიმულატორები, ეფედრინი და ამფეტამინი. ეფედრინი პირდაპირ აფართოებს ბრონქებს და უზრუნველყოფს ენერგიის მკვეთრად მოზღვავებას. სრულიად ცვლის დაღრილობის ზღვარს, თუმცა გულს წარმოუდგენელ დატვირთვას აძლევს. ამფეტამინი კი ტვინს აიძულებს დოფამინისა და ნორადრენალინის მასიურ გამოყოფას. მებრძოლი ვეღარ აფასებს საკუთარ მდგომარეობას და დაღრილობის სიგნალები უბრალოდ იბლოკება. ნარკოტიკული ანალგეტიკები, ტრამადოლი და მძიმე ოპიოიდები. ეს პრეპარატები პირდაპირ არ მატებს ძალას, მაგრამ მთლიანად თიშავს ტკივილის ბარიერს. მებრძოლი ვეღარ გრძნობს ტკივილს, თუნდაც ძვალი ჰქონდეს გატეხილი. წარსულში მსგავს პრეპარატებს ველოსპორტში იყენებენ
ატარებდნენ, რათა სპორტსმენს კუნთების წვის გარეშე ემუშავა. თუმცა დღეს ის კატეგორიულად აკრძალულია, რადგან ადამიანის სხეულზე კონტროლს კარგავს ისტორიული დოპინგი და სპეციფიკური ფსიქოსტიმულატორები: სტრიქნინი, კოკაინი, ფენოტროპილი. სტრიქნინი მიკროდოზებშიც კი ცენტრალური ნერვული სისტემის უძლიერესი სტიმულატორია. კოკაინი კი იძლევა ფიზიკური აქტივობისა და ანესთეზიის ხანმოკლე, მაგრამ ძლავრ აფეთქებას. ფენოტროპილი, რომელიც თავის დროზე ექსტრემალური პირობებისთვის შეიქმნა, აჩქარებს ნერვულ იმპულსებს და ზრდის ორგანიზმის გამძლეობას კრიტიკულ მომენტებში. ახლა კი წარმოიდგინეთ, თუ მათ მართლაც შეუძლიათ ტესტების გაყალბება და მებრძოლი ამ პრეპარატების კომბინაციას იღებს, ეფექტი სულ რაღაცა რამოდენიმე წამში დგება. მართალია ორგანიზმი და განსაკუთრებით გული კოლოსალურ ლამის სასიკვდილო დარტყმას იღებს, მაგრამ იმ მომენტში, როდესაც მებრძოლი ოქტაგონზეა, ის უბრალოდ აღარ გრძნობს ტკივილს და დაღლას. მას შეუძლია იბრძოლოს პულსის დაკარგვამდე და არ დაიღალოს. და თუ ამ ყველაფერს გავაანალიზებთ, თუ ანალიზების პასუხები წინასწარ არის მოგვარებული, თუ მებრძოლის სტიმულატორების ამ უძლიერეს კოქტეილს იღებს და მერე უყურებთ თუ როგორ ჩხუბობს ჯასტინ გეიჯი ამ ხელაზიანის მიღების შემდეგ და მეტიც ურთულეს ბრძოლის ბოლოს ენერგიულად აკეთებს თავისუფლად სალტოს, მაშინ ყველაფერი იდეალურად ჯდება თავის ადგილას და სურათი სრულიად იკვრება. კარგი, დაუშვათ გავიგეთ, რომ ჯასტინ გეიჯიმ შესაძლოა სტეროიდები მიიღო და ბრძოლის დროს სტიმულატორები გამოიყენა, რათა ილია თოფურია დაემარცხებინა. მისი ანალიზები გააყალბეს, ესეც გასაგებია, მაგრამ ჩდება მთავარი კითხვა, რატო ვერ შეძლო მან ილია თოფურიას გათიშვა. ამ ხელადარტყმების მიუხედავად ილია იდგა და იბრძოდა. ყველას გვახსოვს, რომ ბრძოლა მისმა ძმამ შეაჩერა, რადგან ილიას ფიზიკურად აღარ შეეძლო დანახვა, ორივე თვალი დასიებული ჰქონდა. მაგრამ მაინც აგრძელებდა ჩხუბს, რატომ ვერ ჩააგდო ის გეიჯიმ ნოკაუტში. მთელი საიდუმლო ხელთათმანებშია. არაერთხელ მithქვამს, რომ ილია თოფურიას უძლიერესი დარტყმის შედეგად მისი მეტოქეები ითიშებიან, მაგრამ თუ დააკვირდებით მათ სახეზე, არ აქვთ არც ღრმა ჭრილობები და არც საშინელი სისხლჩაქცევები. ეს იმიტომ, რომ ის ნამდვილი სუფთა ხელთათმანებით ურტყავს და მისი დარტყმა იმდენად ძლიერია, რომ მეტოქეს სუფთად თიშავს. მაგრამ რა ხდება მაშინ, თუ ხელთათმანში რაღაცა მძიმეა მოთავსებული, ან შიგთავსი რამოდენიმე მილიმეტრით თხელია, თუმცა თავად მებრძოლს დამნოკაუტებელი დარტყმა არ გააჩნია. ასე დროს მისი მუშტები მეტოქის სახეს ჭრის და ანადგურებს. ის ვერ თიშავს ადამიანს, მაგრამ მის სახეს სრულიად უმახინჯებს. გაიხსენეთ ჩემი დოკუმენტური ფილმი მიგელ კოტოს შესახებ, სადაც ყვები თუ როგორ დაუმახინჯა სახე ანტონიო მარგარიტომ. ეს ყველაფერი სპეციალური სითხით გაჟღენთილი ბინტების წყალობით მოხდა. მარგარიტოს ბინტებში აღმოჩნდა კალციუმის სულფატის ნახევარგიდრატის სპეციალური ქიმიური ფხვნილი. როდესაც ეს ნივთიერება სპორტსმენის ოფლთან რეაქციაში შედის, ის მყისიერად კრისტალიზირდება და ნამდვილ მაგარ თაბაშირად იქცევა. ფაქტობრივად შენი მუშტი ლოდი ხდება. ბევრი იტყვის, რომ 21 საუკუნეში UFC-ში მსგავსი რამ წარმოუდგენელია, რადგან ბინტები თავად ორგანიზაციას მოაქვს და ხელების შეხვევის პროცესს როგორც UFC-ს ინსტრუქტორები, ისე მოწინააღმდეგე გუნდის წარმომადგენლები ესწრებიან. მაგრამ დაფიქრდით, თუ ბინტებს ზუსტად იმავე ფერის ქიმიურ ფხვნილში გაჟღენთავთ, როგორი ფერითაც თავად ტეიპია, მისი შემჩნევა პრაქტიკულად შეუძლებელია. და როგორ ფიქრობთ, თუ დონალდ ტრამპს და მის გიგანტურ სპეცსამსახურებს ეს მოესურებოდათ, ვერ შეძლებდნენ ამის უზრუნველყოფას. ეხლა კი უბრალოდ გადახედეთ მებრძოლებს, რომლებაც ჯასტინ გეიჯისთან ბრძოლა გადაიტანეს. ყველას, ვისაც ეს სპორტი ესმის, კარგად იცის, რომ გეიჯის სტილი ეს არის ბარში მოჩხუბარი ადამიანის სტილი. მას აბსოლუტურად არ აქვს დაყენებული სუფთა დარტყმა, არ შეუძლია ნორმალურად ჭიდაობა. ის უბრალოდ ქაოტური მებრძოლია, რომელიც ამ შეხვედრამდე პენსიაზე გასვლას გეგმავდა. მაგრამ თუ მის მეტოქეებს შევხედავთ, აბსოლუტურად ყველა იღებს უმძიმეს ტრავმებს სახეზე, თუმცა არავინ ვარდება სუფთა ნოკაუტში. კითხვა, რატო? გავიხსენოთ ჯასტინ გეიჯისა და ტონი ფერგიუსონის დაპირისპირება. ფერგიუსონი 12 ბრძოლიანი მოგებათა სერიით მოდიოდა, ის იყო აბსოლუტური ფავორიტი და ხალხს ჯეროდა, რომ ეს ის ერთადერთი მებრძოლი იყო, ვისაც ხაბიბ ნურმაგომედოვის დამარცხება შეეძლო. იმ მომენტში ტონი თავისი ძალების პიკში იმყოფებოდა, მაგრამ გეიჯი მას სახე უბრალოდ დაუმახინჯა. მან იმდენად დატრაუმა ტონი თავისი მძიმე ჩეხავი დარტყმებით, რომ ფერგიუსონის კარიერა სამუდამოდ დაინგრა. მან ზედიზედ 8 ბრძოლა წააგო UFC-ში. მისი ცხოვრება კი ნამდვილ ჯოჯოხეთად იქცა. თავისი ტვინის უმძიმესი ტრავმებისა და დაგროვილი ზიანის გამო, ტონის დაეწყო მძიმე ფსიქოლოგიური პრობლემები, პარანოია და ჰალუცინაციები. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ მისმა ცოლმა პოლიციაში დარეკა და სასამართლო ორდერი მოითხოვა. მას უნდოდა დაემტკიცებინა, რომ ეს ყველაფერი თავის ტრავმების ბრალი იყო და ტონი იძულებით გადაეგზავნათ სამკურნალოდ. ასე რომ თუ ჩვენ შეთქმულების თეორიაზე ვმუშაობთ, ეს მომენტი არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოვრჩეს. იმისათვის, რომ ილია თოფურია დაემარცხებინათ და ეს 100%-იანი გარანტიით გაეკეთებინათ, ყველა ის თეორია და მეთოდი, რაზეც ვისაუბრეთ, საქმეში უნდა გამოეყენებინათ. იმისათვის, რომ ამერიკას გარანტირებულად გაემარჯვა. პირადად მე მჯერა, რომ ილია თოფურიას ამ ბრძოლაში არ წაუგია. მის წინააღმდეგ მუშაობდა გიგანტური სპეცმანქანა, რომელსაც თეთრი სახლი ჰქვია. რა თქმა უნდა, მე ახლა არაფერს ვამტკიცებ, ჩვენ დღეს ვისაუბრეთ მხოლოდ და მხოლოდ რეალურ ფაქტებსა და თეორიებზე. მე არ მომიგონია
არც იმ მედიკამენტების სახელები, არც მათი მოქმედების მექანიზმები და არც ისტორია იმის შესახებ თუ რა პრობლემები ჰქონდა დონალდ ტრამპს და როგორ დაბრუნდა ის პრეზიდენტის სტატუსში. მე უბრალოდ ერთ ძალიან ლოგიკურ კითხვას ვსვავ. როდესაც ადამიანის გავლენის სფერო ასეთი კოლოსალურია, რატო არ შეუძლია მას თავისი მებრძოლის გამარჯვების ფალსიფიცირება? მის ხელში აბსოლუტურად ყველა ბერკეტი და თუ მოინდომებს, ის ამას მარტივად გააკეთებს და დარწმუნებული ვარ ამაში ყველა დამეთანხმებით. თუმცა ამ ყველაფრის დამტკიცება პრაქტიკულად შეუძლებელია. ასე რომ შეგიძლიათ ამ ვიდეოს თამამად უწოდოთ უბრალოდ კონსპიროლოგიური თეორია. მე კი სანამ ჯერ კიდევ არ დაუჭერი ვარ ვინმეს დღევანდელ ვიდეოს აქ ვასრულებ. თუ ხვალ ეთერში გამოვედი და ზუსტად საპირისპირო რაღაცების მტკიცება დავიწყე, უკვე გეცოდინებათ რაშიცაა საქმე. სპეცსამსახურებმა ჩემამდეც მოაღწიეს. დროებით მეგობრებო, არ დაგავიწყდეთ ამ ვიდეოს დალაიქება და თქვენი აზრის კომენტარებში გაზიარება. მალე შევხვდებით.